გოგოებო, კომენტარებში დაიწერა ასეთი რამ, რომ შეუძლებელია კოლაგენმა 20 დღეშივე ესეთი შედეგი დადოსო, როგორც თქვენ შემთხვევაშიო და ბევრმა აღნიშნა ისიც, რომ 2-3 თვე ღებულობს კოლაგენს, მაგრამ არ აქვს ის შედეგი, ანუ 0% შედეგი გვაქვსო. არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, რომ კოლაგენის მიღება აუცილებელია ხანგრძლივი დროით, საერთოდ 25 წლის ასაკიდან უკვე სასურველია, რომ დაიწყოს ქალბატონებმა კოლაგენის მიღება, რათა შეანელოს ეს დაბერების პროცესი, ანუ კოლაგენის კარგვის პროცესი შეანელოს და ასევე მისი ხანგრძლივი დროით მიღება აუცილებელია. მაგრამ აი ეს კონკრეტული კოლაგენი გახლავთ ჰიდროლიზებული, ანუ რას ნიშნავს იცით, არის პეპტიდებად დაყოფილი, არის თხევადი სახის და აი ამ კოლაგენის ათვისება ორგანიზმს იმაზე მალე შეუძლია ვიდრე სხვა, თქვათ, ცხოველური კოლაგენის შემთხვევაში. არ უწევს მოკლედ ბრძოლა იმისთვის, რომ ჯერ გადაამუშავოს და მერე მოხდეს ათვისება. უკვე არის დამუშავებული სახით და მომენტალურად ხდება ამისი ათვისება. პლუს არის მდიდარი C ვიტამინით და ვიცით ხო, C ვიტამინი არის ვიტამინების მეფე და C ვიტამინი ხელს უწყობს ყველა საკვები ნივთიერების ათვისებას. პლუს მდიდარი არის ბიოტინით და თუთით და ორივე მათგანი უწყობს დატენიანებას ხელს და ასევე კანის რეგენერაციას უწყობს ხელს. მოკლედ ძალიან მდიდარი ფორმულა აქვს და პლუს არ შემიძლია ხარჯი უნდა გაუსვა აუცილებლად, ამისი ხანგრძლივი მიღება ხელს უწყობს საკუთარი კოლაგენის გამომუშავებას დროთა განმავლობაში. ერთი სიტყვით გირჩევთ აი ამ კოლაგენის მიღებას ყველას, იმიტომ რომ მართლა საოცარი ეფექტი აქვს ჩემ შემთხვევაში. მე სიმართლე გითხრათ, არ ვუჩიოდი არასოდეს სახის კანს, მაგრამ ამ ბოლოს დროს წავიდა სიმშარისკენ მიდრეკილი გახდა კანი, ანუ ეს რას ნიშნავს ხო? აღარ ტენიანობა აკლდა კანს, ვეღარ ინარჩუნებდა ტენიანობას და ტენიანობა რომ შეინარჩუნოს კანმა, ამისთვის საჭირო არის კოლაგენის მიწოდება, რათა აი ეს ტენიანობა, ანუ ჰიალურონის მჟავა, რომელიც პასუხისმგებელი არის ტენიანობაზე, აი კოლაგენი უწყობს ხელს, რომ დიდხანს შენარჩუნდეს კანში ტენი. სინოტივე ტენიანობა. მოკლედ, როგორცა. ხო და მართლაც გასაოცარი ეფექტი მაქვს, არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო, თქვენ თვითონ ხედავთ, აი მართლა არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო და მართლა არ მაქვს ბოტოქსი გაკეთებული, ბევრმა აღნიშნა რომ ბოტოქსი გაქვთ გაკეთებულიო და ზოგმა ერთმა დაწერა ასეთი კომენტარი, რომ ისეთიო გაყინული აქვსო, რა ქვია, კუნთებიო, რომ შეყინული აქვს სახეზე ეს კუნთებიო, მოკლედ არ მოძრაობსო, რა ვიცი რა, როგორ დაწერა, აღარ მახსოვს ზუსტად. ერთი სიტყვით გოგოებო, არც ბოტოქსი მაქვს, არც სხვა რამე, ძირადღირებული პროცედურა სახეზე გაკეთებული არასოდეს, იმიტომ რომ მე წინააღმდეგი ვარ საშინელი მსგავსი პროცედურების და მაქსიმალურად ვცდილობ რომ გავწელო ეს დრო, რომ მაქსიმალურად გვიან დავიწყო თუ დამჭირდება აი ამ ძირადღირებული პროცედურების გაკეთება. მაგრამ მე ბუნებრიობისკენ უფრო ვარ მიდრეკილი, მიყვარს ბუნებრიობა, აი ფრჩხილებსაც კი არ ვიკეთებ დააკვირდით, თმასაც არ ვიყებავ და ეხლა რატო გავიკეთებ ბოტოქს, ხო? საერთოდ არ შედის ჩემს გეგმებში მსგავსი რაღაცები. ერთი სიტყვით გოგოებო, გირჩევთ კოლაგენის მიღებას თამამად. და გავაკეთო გირჩევთ ოღონდ, სანამ დაიწყებთ აი ამ კოლაგენის მიღებას, დამიკავშირდით აუცილებლად და მე გასწავლით თუ რა წესები უნდა დაიცვათ კოლაგენის მიღებისთვის. თუმცა თუ გადახვალთ წინა ვიდეოებში, წინა რილსებში, ძალიან ბევრი რილსი მაქვს კოლაგენთან დაკავშირებით და შეგიძლიათ გადახედოთ და ძალიან ბევრ ინფორმაციასაც მიიღებთ ამ რილსებიდან და თქვენ თვითონ შეძლებთ თქვენთვის სასურველი კოლაგენის შერჩევას, ნებისმიერი კოლაგენის შერჩევას შეძლებთ თქვენ თვითონ. თუ გაითვალისწინებთ აი იმ წესებს, რასაც წინა რილსებში ვამბობ. შვიდობიან ღამეს გისურვებთ, მე კი ახლა ჩემს ძვირფას კოლაგენს მივიღებ. კარგად იყავით აბა და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.